ფოთის სპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარინ ადარაიას განცხადებით ძლიერი შტორმის გამო ფოთის სპორტი გემების მიღებას მეოთხე დღეა ვერ ახერხებს. მისი განმარტებით უამინდობის შედეგად გასული დღეების განმავლობაში ფოთის სანაპიროზე ძლიერი შტორმი ფიქსირდებოდა, რის გამოც გემების მიღება გაშვება შეჩერებულია. ნადარაიას ინფორმაციით ამ დროისთვის ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. ფოთის სპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით ბოლო დღეების განმავლობაში ნავმისადგომზე არსებული გემების გადმოტვირთვა-ჩატვირთვა მიმდინარეობდა, თუმცა რეიდზე მყოფი გემების მიღება შეჩერდა. მარინ ადარაიას ინფორმაციით საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემების მიხედვით დღის ბოლოს ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, რის შედეგადაც სავარაუდოდ გემების მიღება გაშვება შესაძლებელი გახდება. შტორმი უნდა იყოს 3 ბალზე ნაკლები იმისთვის, რომ ნავსადგურმა შეძლოს გემების მიღება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებული ამაში საგანგაშო არაფერია, ზამთრის პერიოდისთვის უამინდობა დამახასიათებელი მოვლენაა. მისივე ცნობით ამ დროისთვის რეიდზე 15 გემი დგას, რომლებიც შტორმის გამო ფოთის პორტში შესვლას ვერ ახერხებენ.